საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა პალდოზე თავდაცვის ბრიგადის მე-20 ტერიტორიული ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის 100-მდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა. ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინის და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ. ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45 დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და განავითარებენ კრიზისებზე რეაგირების უნარებს. სამხედრო ტერიტორიულ რეზერვში საკუთარი სრულით მოვედი, რატომღაც ყოველთვის მიტაცებდა ბავშვობიდან სამხედრო ფორმა და მსგავსი თემები, შესაბამისად მინდოდა რომ გამომეცადა თავდაცვის ძალებში ჩემი თავი. მას მერე რაც გავიგე რეზერვის შესახებ, სრული გამიჩნდა მემსახურა და ჩავრიცხულიყავი მეც მათ რიგებში. დღეს ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და შემოვუერთდი ამ ღირსეულ ჯარის ნაწილს. დღეს ჰქონდა საკმაოდ ამაღელვებელი დღე, დავდეთ ფიცი. წარმატება მინდა ვიბუსურო ყველა რეზერვისტს. მათ უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში გაიარეს პირველი 8 დღიანი სასწავლო შეკრება, რა დროსაც ისინი დაეუფლენ სამწყობრო მომზადებას, საცეცხლე მომზადებას, აგრეთვე იმ უნიშნულოვანეს უნარჩვევებს, რომლებიც საჭიროა სამხედრო მოსამსახურისათვის. სამხედრო მოსამსახურეები გამოირჩეოდნენ მაღალი мотивაციით და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ დაკისრებულ დავალებებს. იძლეოდა ეს ტერიტორიული რეზერვი ამის საშუალებას, რომ შეეთავსებინა ჯარიც და სტუდენტობაც. მისი სურვილი იყო და მეც ასე ვთქვათ ძალიან მივემხრე მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ქვეყნის და სამშობლოს სამსახურში ყველა ადამიანმა უნდა ასე ვთქვათ მიიღოს მონაწილეობა.